Deep State-ის rebranding-ი და ბრძოლა ურჩი მთავრობის წინააღმდეგ, როგორ იცვლის ფორმას და დასაყრდენს გლობალური გამოწვევა. კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მართულმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს, რაც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ვაშინგტონის მიერ Deep State-ის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი რეალურია და არა მხოლოდ დაპირება. სოფო ბერეძეა პირდაპირ ეთერში. ამ ამბავში ქართულ ოცნებას ერთი კონკრეტული საზომი აქვს. Deep State-ის რეალური დამარცხება მართველი პარტიისთვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში უნდა გამოიხატოს. მანამდე კი სახელისუფლებო გუნდი Deep State-ის rebranding-ზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომის პარალელურად მსოფლიო ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, კარგად შეფუთული და შეფარული მეთოდებით ჩანაცვლებას უყურებს. ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ USAID, NEDI და სხვა მსგავსი ორგანიზაციები კონკრეტულ სახელმწიფოებში მოდერნიზდნენ. რეალური ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ თუ დესტაბილიზაციის ქსელის rebranding-ი. კითხვა აქტუალურია იმ ფონზე, რაც დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსებაში მხილებულ ორგანიზაციებს ღია ომი გამოუცხადა და რაც ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მხრიდან საქართველოზე გახშირებულ თავდასხმას ხედავთ. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რადიკალიზმის წახალისება, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. ბოლო პერიოდის მოვლენების ანალიზი უმრავლესობის ლიდერს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ამ ქვეყნების ფორმალური თანამდებობის პირები არა ეროვნული ინტერესების, არამედ Deep State-ის კარნახით მოქმედებენ. ამიტომაც არის, რომ მამუკა მდინარაძე თბილისზე გახშირებულ თავდასხმებს Deep State-ის პირდაპირ მცდელობად განიხილავს. შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება. საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჩვენ Deep State-ის rebranding-ის მომსწრენი ვართ. ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების. მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NEDI-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა მთავრობებმა აიღეს საკუთარ თავზე. სწორედ ამიტომ Deep State-ის rebranding-ისა და მოდერნიზაციის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს. და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპელ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია Deep State-ი ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში ურჩი ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო. პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები. ეს არის რეალური ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში ინფორმით მოდერნიზაცია და rebranding-ი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა. ასევე კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება. ახლა ოფიციალური თბილისი გამოსავალს დესტაბილიზაციის ქსელის სრულ განადგურებაში ხედავს, რადგან უკვე სახეზეა, რომ Deep State-ის მოდერნიზებამ საქართველოზე დივერსიფიცირებული თავდასხმები მოიტანა. ახლა ეს მცდელობები და თქვათ ეს ქმედებები უკვე გადანაწილებული არის ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე. აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკოს საერთოდ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი rebranding-ი. მარიონეტობა უნდათ ჩვენი ზოგიერთებს გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დაუქნიეთ ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი. თუ ამერიკის 47 პრეზიდენტი Deep State-ს მართლაც დაამარცხებს, თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ეს ქართული ოცნებისთვის გლობალური პოლიტიკური თამაშების ტესტია. მართველი პარტია ხედავს, რომ დესტაბილიზაციის ქსელის rebranding-ის პირობებში არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც უკრაინის პარალელურად ცეცხლი სხვა გეოპოლიტიკურ არეალშიც სჭირდებათ. ჩვენთვის თავარი საზომი რამდენად ის იქნება წარმატებული Deep State-თან ბრძოლაში, ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და რამდენადაც იგი შეძლებს დამარცხებას, იმდენად იქნება მეტი შანსი და რესურსი ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღების. დღეს უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს უნდათ ახალი უკრაინები და ამით როგორც ეს ქვეყნები თვლიან და ფიქრობენ, ისინი გადაირჩენენ საკუთარ თავს.
თვითგადარჩენა ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ქართული ოცნების მსგავსად საპარლამენტო ოპოზიციაც ხედავს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი საქართველოზე გახშირებული თავდასხმით კეთილდღეობას ეძებს. ბალტიისპირეთის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან. თუ ვინმე მისარგებლა რუსეთის შეჭრით უკრაინაში, ისარგებლა სწორედ ბალტიისპირეთის ამ სამმა ქვეყანამ, რომლებმაც მკვეთრად გაზარდეს ვაჭრობა რუსეთთან. თბილისმა უკვე დიდი ხანია მტკიცედ გადაწყვიტა, საქართველოს სხვა ქვეყნის ინტერესების პაიკი არ იქნება. ნებისმიერი რეალობის პირობებში ქართული ოცნება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გზას მიყვება.